საოცარი შედარებებია ვისმენ ამ ბოლო ხანებში მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიასთან შედარებას. თქვენ ვინმეს წარმოგიდგენიათ, ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი მე მისმენს ჩემი თაობის, ვისაც პირადი ურთიერთობა ჰქონდა მერაბ კოსტავასთან, რომ მერაბ კოსტავასთვის ვინმეს, როცა ის ციხეში 90 დღეში მშილობდა, მისთვის ეთქვა ვინმეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი ჩვენ არ დავაყენებთ, მაშინ მოცემულობა ეს იყო, თუ შენ იქნები ციხეში. წარმოგიდგენიათ, რომ მერაბ კოსტავას თავისი საპირწონედ დაეყენებინა ამ დიდი უზარმაზარი საქვეყნო ინტერესის წინ, ეს დაანგრევდა კედლებს საერთოდ. მერაბ კოსტავა ადამიანი 90 დღეს შიმშილობის გარდაეცვალა, შვილი და უნდა წაიკითხოთ რა გამამხნევებელ წერს ის მეუღლეს და როგორ კლდესავით დგას. მერაბ კოსტავა იყო ადამიანი, რომელიც თავის მეგობარს ესაუბრებოდა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობას მივიღებ, ხო მომცემენო მეო 600 კვადრატულ მიწასო, გესმით თქვენ, მისი პატიოსანი ფანტაზია, იმასაც კი ვერ ვწებოდა, რომ 600 კვადრატულზე მეტი შეიძლება მოეთხოვა, რომ 600 კვადრატულ მიწასო სადმე დავიწყო ცხოვრება და მშვიდად წერო მემუარები. აი ამ ადამიანსა და დღევანდელ ლიდერ შორის, ყოფილ ლიდერ შორის შედარება შეიძლება, საერთოდ ხსენება შეიძლება თუ არა, მე არ ვიცი. და ზვიად გამსახურდიასთან ახლა კიდევ ბრძანეთ თქვენ, ვინმე წარმოუდგენია ზვიად გამსახურდიას უარი ეთქვა თავისი ქვეყნის მოქალაქეობაზე და ზვიად გამსახურდიას უარი ეთქვა თავისი ეთნიკურ იდენტობაზე. ჩვენ ენას გულისხმობ, ხო?